მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დავიწყოთ ჩვენი გაშლა და რატომღაც მომინდა რომ გამეკეთებინა თემაზე თქვენგან წასული პარტნიორი, ანუ თუ თქვენ ხართ წასული, მოგეთ ადამიანთან რომელთანაც ურთიერთობა აღარ გაქვთ, მაგრამ მაინც ელოდებით რაღაცა დოზით, თუ დაბრუნდება და რითი მოვა. მოდით ნახოთ აბა, ვინ არის ჯერ ეს ადამიანი, გავიგოთ. ვინ არის ის პიროვნება, ვისაც თქვენ ფიქრობთ, ჩაიფიქრეთ. ვინ არის? მეგობრებო, ტარო პირდაპირ მიჩვენებს, რომ ეს ადამიანი არის თქვენი წარსულიდან საკმაოდ კარგული პიროვნება და თვითონ მახასიათებლები მისი არის ის, რომ არის ძალიან საქმიანი პიროვნება, შემოსავლების მხრივაც ძალიან კარგად აქვს საქმე, ესეთი ვიღაცასთან ესე რეზონირდება, რომ არის საკმაოდ ფულიანი ადამიანი, მაგრამ იცით როგორია, ცოტა ჯიუტი და თავისი ინტერესები რომ უნდა დაიცოს ყოველთვის, აი ესეთი ტიპაჟია. თქვენთვის კარგული პარტნიორია, რომელიც არის წარსულში ამ წუთას დარჩენილი. მოდი აბა ვნახოთ ეს პიროვნება თუ გადმოდგამს ნაბიჯებს და არითი მოვა თქვენთან. თუ გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს. მოდი აბა ვნახოთ. მეგობრებო, ხომ ისეთი აქვს, რომ ძალიანაც უნდა და ეჩქარება. იცით როგორ შეიძლება ის ზოგადად ძალიან ისეთი ტიპაჟი ჩანს გარედან, რომ აი მოძრავი, რაღაცა ხმაურიანი, სულ თავის ინტერესებს იცავს და აი ესეთი პიროვნება, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობებს და თქვენთან ურთიერთობას, ის ძალიან ნელია. აი უზომოდ ბევრს ფიქრობს, ამ წუთასაც არის ძალიან უნდა კონტაქტზე გამოსვლა რეალურად, მაგრამ ანუ ჩქარობს, თუმცა იმდენად ბევრს ფიქრობს, რომ არ უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება ურთიერთობებთან დაკავშირებით, ამიტომ გადართულია ძირითადად მუშაობაზე, რაღაც თავის სტაბილურობაშია, რასაც აკეთებს ყოველდღიურად, იმას აკეთებს ეხლაც, მაგრამ აი უფრო მეტს აკეთებს, უფრო მეტს შრომობს, რომ აი არ იფიქროს თქვენზე და აი რაღაცნაირად ისეთი ღრმა ემოციებშია, მოკლედ ეს ადამიანი შეიძლება ზოგადად არ ახასიათებს ესეთი ემოციურობა, მაგრამ რაც შეგეხებათ თქვენთან დაკავშირებით არის სრულ გაურკვევლობაში. თუ სხვა საქმეები ყოველთვის გარკვეული აქვს და თავისი ზედამხედველობის ქვეშა ყველაფერი, თქვენთან დაკავშირებით ყველაფერი არის ბუნდოვანი, არც ის რა გააკეთოს, უნდა რეალურად მოსვლა. მაგრამ ხო აი ესე ცალკე ყოფნა რაღაცა და ეს ემოციები, აი ეს ძალიან ბევრი გაურკვეველი ემოციები მას ძალიან ამძიმებს და ცუდად ხდის რაღაცნაირად, ამიტომ არის გადართული, რომ
ცდილობს რომ არ იფიქროს ამ ყველაფერზე, თუმცა აი აქვს ხოლმე ისეთი მომენტები, რომ მაინც ალბათ უფრო ღამღამობით ესე თავის თავთან მარტო რო რჩება, მაინც ესეთი ჩაციკლული ფიქრები აქვს, არ იცის რა გააკეთოს. თუმცა ერთადერთი რასაც ფიქრობს არის ის, რომ თქვენთან უნდა მოსვლა. უნდა თქვენთან ერთად ყოფნა, თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება ეხლა აქვს რაღაცა ესე პატარ-პატარა გამოვლინებები ვიღაცასთან, შეიძლება არც გნახულობთ, არ გხვდებათ, არ გირეკავთ, არ გწერთ, მაგრამ აი რაღაცებით განიშნებთ. და ეს ნიშნები ნიშნავს იმას, რომ აი მე მოვდივარ. აი ძალიან ნელი პიროვნება არის, თუმცა რეალურად თქვენზე ფიქრობს და უნდა თქვენთან მოსვლა. კარგი, მოდი აბა ვნახოთ ოდესღაც რომ დაადგება საშველი და მოაღწევს თქვენამდე. რითი მოვა, რას შემოგთავაზებთ? იმედია ნორმალური რაღაცით მაინც მოვა ამდენი ლოდინის შემდეგ. რითი მოვა ეს ადამიანი თქვენთან? მოდი აბა ვნახოთ, τι მოვა. შანსი უნდა მეგობრებო, შანსი ენდომება ნამდვილად, გთხოვთ რომ შეიძლება ესე პირდაპირ არ გითხრათ, რადგან ისეთი თავშეკავებული უფრო ემოციები ნაკლებად არ უყვარს ემოციების გამოვლენა. ამიტომ შეიძლება არც გითხრათ ესე პირდაპირ, მაგრამ მისი მოსვლა იქნება ის, რომ შანსი უნდა. კარგი, ვნახოთ აბა რითი მოდის. ჯერ ხო აი ბევრს გალოდინებთ და მერე ესე უეცრად გამოჩნდება მოულოდნელად, აი ძალიან სწრაფად განავითარებს ყველაფერს, აი ჩქარ-ჩქარა რაღაცნაირად, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ძალიან აი დიდი რაღაცა შემოთავაზებებით მოვა, ისევ რაღაცა პაჟური პატარა ბიჭური, არ ვიცი, შეიძლება თქვენზე ასაკითაც პატარა იყოს რეალურად ეს ადამიანი და მეტის მოცემა არ შეეძლოს თქვენთვის, ანუ მაგრამ მოვა იმით, რომ აი რაღაცასა დახმარება შემოგთავაზებთ. მოდი აი თუ გჭირდება ამაში დახმარება, მოდი ამით დაგეხმარები. ხო, ესე მოვა, მაგრამ რაც შეეხება, მოდი აბა გავაგრძელოთ. კი, ანუ თავიდან აი ამ რაღაცით მოვა, რომ პატარა ესე დახმარებას შემოგთავაზებთ, მაგრამ მე შეიძლება ისევ ჩაიკეტოს თავისით, რაღაცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე და მე გამოვა კონტაქტზე, როგორც აი ესე მონეტების მეფე და მოვა სიყვარულით. აქ რა ხდება, აბა ერთი ნახოთ. სიყვარულით კი მოვა, მაგრამ ძალიან არაჯანსაღია. აი იცით ეგორი პიროვნება არის, აი ძალიან არაჯანსაღი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. არაჯანსაღად მოჯაჭვული არის თქვენზე, აი თვითონაც კი უყვირს. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ უნდოდა ვიღაცის შეყვარება და ეხლაც წასული რომ არის, უნდა რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, აი და ამის გამო სხვათა შორის ძალიან ცუდად არის, რომ ვიღაცა შეუყვარდა, თუმცა რეალურად უყვარხართ თქვენ, მაგრამ საკუთარ თავს ძალიან ებრძვის. არ უტყდება თავის თავს და არც თქვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში და როცა მოვა, თვითონ კი გრძნობს ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენთან მოვა აი მაინც რაღაცა ესე ვნებებით, მარტო ტყუილებით და აი არასტაბილურად მაინც. მოდი აბა ვიკითხავ, რომ ეს ადამიანი ოდესმე სტაბილური პარტნიორი იქნება თქვენთვის, შეძლებს რომ იყოს თქვენთვის სტაბილური პარტნიორი, შეძლებს?
მეგობრებო, აი არ ვიცი, ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს, როგორ იცით, რომ მისთვის ხართ ფარული ქალი, ფარული პიროვნება და აი თუ ისევ აი ამ დაფარულ ფორმატში იქნებით, სტაბილურად იქნება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება იმის იქით აქვს სხვა სტაბილურობა, რომლის დათმობაც არ უნდა ნამდვილად. მოვა ენდომება შემოგთავაზებს სტაბილურობას, მაგრამ როგორ იცით, აი რაღაც ვერ ვიტყვი რომ მასთან ანუ ეს რეზონირდება უფრო ისეთ ადამიანებზე, ვისთანაც მესამე პირი არსებობს. ვერ ვიტყვი რომ მასთან საოცარი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ანუ არ აქვს კარგი ურთიერთობა და თქვენთან აქვს გრძნობები ადამიანს, მაგრამ ამ ყველაფერს არ აღიარებს არც თქვენი დათმობა უნდა, არც იმ თავისი ოჯახური სიტუაციების გაშვება უნდა და ამიტომ ამ წუთას ძალიან ცუდად არის. მოვა შემოგთავაზებთ სტაბილურობას, მაგრამ აი ამ ფორმატში, დაფარულ ფორმატში მხოლოდ. კაი. ცოტა არასახარბიელო სიტუაცია. მოდი ახლა ვიკითხოთ რჩევა ტაროსგან თქვენთვის აი ამ ადამიანთან დაკავშირებით. რჩევა ტაროსგან თქვენთვის ამ ადამიანთან დაკავშირებით. მოდი ნახოთ. რჩევა ტაროსგან თქვენთვის, ვინც მე მიყურებთ. მეგობრებო, ვინც ეხლა მიყურებთ, იცით რჩევა რა არის? ტარო გირჩევთ, რომ შეიძლება ვიღაცებს სხვა შანსებიც გაქვთ ცხოვრებაში, პირადულთან დაკავშირებით, ვიღაცას კარიერასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერსგან შორს იკავებთ თავს, რადგან გადართული ხართ მთლიანად აი ამ ფიქრებში და რაღაცნაირად აი თქვენი ემოციებით, თქვენი ენერგიებით დაკავშირებული ხართ აი ამ პიროვნებასთან მთლიანად და ტარო გირჩევთ, რომ გამოიყენოთ, დაინახოთ ის შანსები და გამოიყენოთ, რასაც სამყარო გაძლევთ. იცით როგორ აი იზრუნოთ საკუთარი თავის გამოთვლაზე, ასე ვთქვათ. აი თქვენ შეიძლება ამ წუთას ძალიან გაყინული ხართ ერთ ადგილზე, თქვენი ცხოვრება აი ერთ რითმზეა, ერთ სტაბილურ სიტუაციაშია გაჩერებული, გაჭედილი, ვერ ვითარდებით, ვერ მიდიხართ წინ, აი ამ მიჯაჭვული ფიქრების გამო ზუსტად. და რჩევა არის ეს, რომ გამოიყენეთ თქვენთვის მოცემული შანსები, დაინახეთ და გამოიყენეთ. რაც მოგიტანთ, ნახოთ, რას მოგიტანთ ეს გამოყენებული შანსები, აბა, ნახოთ, რას მოგიტანთ ეს შანსები, რომელსაც გამოიყენებთ ცხოვრებაში, რას მოგიტანთ. განულებას, მეგობრებო. აი ამ სიტუაციის ეხლა რაშიც ხართ, აი ამ სიტუაციის დანგრებას, განულებას და თქვენი ცხოვრება თითქოს დაიწყება აი ახალი სუფთა ფურცლიდან. ნახოთ კიდევ რას მოგიტანთ ეს გამოყენებული შანსები.
აი აბსოლუტურ ტრანსფორმაციას მეგობრებო. აი ეხლა რომ ხართ აი ესეთ მდგომარეობაში, გულგატეხილები, აი ზუსტად ამ მესამე პირების გამო და ვიღაცები აი ასეთ რაღაცნაირად სულიერად გამოფიტულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ხვდებით რომ რაღაცა წინ ცხოვრებაში გექნებათ აი ამის ხარჯზე, რაც ეხლა გადაგაქვთ, რა სტრესშიც ხართ და რა ტკივილებსაც განიცდით, ხომ? ხვდებით და გაქვთ იმის იმედი, რომ მომავალში ეს აგინაზღაურდებათ დიდი ბედნიერებით და მართალიც ხართ. თქვენთან მოვა აი ბედნიერება. ბევრი დადებითი ემოციები იმის ხარჯზე, რომ თქვენ ეს ტკივილი შეგცვლით. ტრანსფორმაციაში იქნებით, თუ გამოიყენებთ აი იმ შანსებს. იმ შანსების გამოყენება, რაც წეგან გითხარით, ხო? რომ დაინახეთ ცხოვრებაში შანსები, შეიძლება თავიდან არ იყოს ძალიან იოლი და სასიამოვნო და ბევრჯერ დაეცეთ კიდევ, მაგრამ ეს არის თქვენი განვითარებისთვის, თქვენი ტრანსფორმაციისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეთ სულიერად, კარიერულად, ცხოვრებაში წინ წახვიდეთ უფრო მეტად. ბოლო ძალიან კარგი იყო, მომეწონა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ და გისურვებთ ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში ისეთ ბედნიერებას, რასაც იმსახურებთ. არც ერთი ქალი, არც მამაკაცი, მაგრამ ამ წუთას ქალბატონებზე მოხდა საუბარი, არ არის დაბადებული ტანჯვისთვის. არც ერთი ადამიანი, მაგრამ პირად ურთიერთობებში არ უნდა იტანჯებოდნენ ქალბატონები. თუ არ გრძნობთ თავს მამაკაცთან დედოფლად, არ ვიცახი რომ მაინც და მაინც ოქროებში უნდა ჩაგსვათ ადამიანმა და არც ეგ არის ცუდი, რა თქმა უნდა, ეგეც ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება არ იყოს ხო ისეთი შეძლებული პიროვნება, მაგრამ მის გვერდით თავს გრძნობდეთ საოცრად, წინ წამოიწიოს თქვენი დადებითი თვისებები და უფრო ბედნიერი და უფრო უკეთესი გახდეთ, ხომ? ყველას გისურვებთ აი ასეთ ბედნიერებას და მე ყველანაირად ვცდილობ ჩემს კლიენტებთანაც, ვინც მოდიან აი ასეთი პრობლემებით, რომლებიც იტანჯებიან პირადი ურთიერთობებში, განცდილი ტრამვებით, არიან მუდმივ მოლოდინში და ელოდებიან ისეთ პიროვნებას, რომლებიც მისთვის კატასტროფა და მის ცხოვრებას ამ ასეთი ადამიანების ცხოვრებას ანგრევენ, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან, მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ესეთი ქალბატონები გამოვიყვანო აი ამ საშინელი მდგომარეობიდან. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, გისურვებთ ქალურ ბედნიერებას. თუ არ გრძნობთ ადამიანთან ბედნიერად, თავისუფლად თავს, ის არ არის თქვენი ადამიანი და ამიტომ უნდა იყოთ სულიერად იმ დონეზე, რომ თავისუფლად შეგეძლოთ მისი გაშვება, დათმობა. არავის არ მიეჯაჭოთ ცხოვრებაში ემოციურად, ფინანსურად. იყავით მხოლოდ თქვენს თავზე დამოკიდებულები და დამიჯერეთ. ნაკლებად დაიტანჯებით ცხოვრებაში. ნაკლებად გექნებათ აი ასეთი რთული პერიოდები, რომლებსაც ასეთ პერიოდებს ზოგი ვერ გადალახავს ხოლმე და დიდხანს წლებს ანდომებენ და თავიანთი ცხოვრების ბედნიერ წლებს წირავენ აი ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. ამიტომ არავის არ გისურვებთ და მე ჩემი მხრიდან რაც მევალება, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ესეთი ქალბატონები გამოვიდნენ ასეთი ძალიან მტანჯველი, რთული, კარმული ურთიერთობებიდან. წარმატებულ დღეს გისურვებთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ, დროებით.